Გამარჯობა მეგობრებო, ვიდეოს ვიღებს მე და ბიძაშები. ეს სადისავლე ბიჭო, მაცადე ვიდეოს დაწყება. მოგესალმებით მეგობრებო, რავი გადაიბარა არხი, მე მგონი არ ვიცი რა ხდება. დემეტრეს დაბადების დღე იყო რამოდენიმე დღის უკან, 15 ივნისს და დავპირდი რომ ერთი ვიდეო წავიდეთ მეთქი და რასაც მოისურვებ მთელი დღის განმავლობაში იმას შეგისრულებ მეთქი. ასევე აქვე მინდა აღვნიშნო რომ მე 17 ივნისს მე მქონდა დაბადების დღე, 30 წლის გავხდი და ახლა ოფიციალურად ზიას პოზიციაში ვარ და რაცაც ჩემი დიშვილი მთხოვს ყველაფერი უნდა გავუკეთო. სიმას გავაკეთო. ვინც არ არის გამომწერელი, გამოიწეროს არხი და დაილაიქოს ამ ვიდეოს. ჯობი ხტომაში ვარ შობიადო. გათხარდა მე. პირველი გადაწყვეტა რომ ასტრაპარკში მივდივართ. მესამე მიდიხარ უკვე? კი. ხო და წავიდეთ, ჯერ ასტრაპარკში წავიდეთ და მე გადავწყვიტოთ სად შეიძლება რომ წავიდეთ, ხო? კარგი. Fast lane when I pass in the street, bag of money in the passenger seat. Simcoe's been asking for me on the road from the west to the east. მეგობრებო, მე პატარა დიდი ძაღლი კატა არ ვიცი, დაუნდობელი ვიქნები გზაზე. მომედატრა ქარაუბა კი არა ის კიდე რა. მაინდა შეგახსენებთ, რომ სედატა სპორტზე შეგიძლიათ უგულშემატკივროთ ჩვენს ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას, რომელიც ბრძოლას 29 ივნისს არის ჩანიშნული ჩვენი დროით დილის 6 საათზე. შეგიძლიათ ჩემი პრომოკოდით RABAN 30%-იანი ფასდაკლება მიიღოთ ყოველ თვე. არა მაგარი ხარ. მეორეზე შენ გახვედი რა იცოდი. კაი, შემდეგ ლოკაციაზე გავიდეთ. და ბატუცე წავიდეთ გინდა? ბატუცეში. გინდა? ო ძია შენ ძალიან რისკავდი. იმიტომ გაგაჩერე ერთხელ რომ მეტაკებოდი ეგრე სულ მე როგორ გამეჩერები. ანუ გამაგადავდი იცი. ო ბიჭო. იმენა ეკიდა ის რა ქვია. გატეხავდა თუ არა კარტინგის მანქანას. ჩემ და გასაკვირად ასაკთან მიმართებაში საკმაოდ კარგად ატარა დემეტრემ კარტინგი. კაი, ხა ბატუცენტრში რა გინდა რო ვქნათ მე და შენ. მოდი აბა ვეცადოთ სარტოები გავაკეთოთ აბა თუ. მეც შემოვიდე? ხო. უი, რა სიძახი, მაგი არ ქონა გათვლილი. მე მეგობრებო, ვარ პირველად აქ და მე შეიძლება ეხლა ცოტა რაღაც იაღლეშები მომივიდეს. რა შევი ძია? აბა ნავიდი. ვა! რა მაგარია გადაო. კაი, აბა ის გააკეთე. ნახტომი. დატრიალდი, ვერ აკეთე? ეხლა მე ვიზავ და ავილეწევიო, ეცა ნახე. მე ჯობი ხტომაში ვარ შობდიადე. აქედან ნახტი იქ, აბა თუ შეძლებ. მიდი. არა, ეგრე არა. ეგრე არა. ეხლა ნახე. ძი. ო! ეგრე?
ჰა? როგორ უნდა გავაკეთო მითხრა? ეხა რო დავტრიალდე უეჭერ ზურგი დავეცემი. მოიცა ძმა. როგორ? ოპა! გავაკეთე. ხო. მე ხო. არა ძმა, ასიცა. ეხა რო სადო უეჭველი რაღაც დავემართება. მოიცა. ჩე. ერთი პატარა თხოვნა მექნება, რომ მაყურებლის 75%-ს არ აქვს არხი გამოწერილი და თუ მაინც მიყურებ და თუ მაინც გსიამოვნებთ ჩემი ვიდეოები, ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ და ამით დიდ мотиваციას მომცემ და მომცემთ იმის საშუალებას, რომ ვიდეოების ჩაწერა გავაგრძელო. მადლობა, ახლა ისიამოვნებთ ვიდეოები. ბიჭი, ერთად. ნახე, აი ესე უნდა იმასავკროთ. აი ნელა, ძალიან მაღლა არ ავიდეთ. ეგრე, ყოჩა. ძია, სალტო გააკეთე, აბა. სალტო გააკეთე. სიმაღლე კიდე? კარგი. კარგი ხარ. გამოვნახოთ ერთი ცდილობაც. მომისმინე. საწავიდეთ ახლა. ხوارქშია. ხო, ჭამოდა. ჭამოთ ჟე? მეც ჭამა მინდა. მონ გადავწყვიტოთ სად მივიდეთ ახლა. ყველაზე მეტად რომელი გიყავს? ვენდისი გინდა? ავიდეთ ვენდიში. ვენდიში კაია ვიდეო მაგაც. ჭონია ბოდიში. ჩემთან არ არის. კაი, ვენდიში გადაწყდა, ვენდიში წავალთ, გამოვიკვებებით, ცოტას ენერგიას აღვიდგენთ და შემდგომ მე საწავიდეთ. როლერკოსტერი რა არის? თაწმინდა გინდა? კი. თაწმინდა წავიდე და ვიკატაოთ რაღაცებზე. აი გადაწყდა საქმის მერე თაწმინდაზე გავალთ და უფასოს საჯვე. მოკლედ, აი მოვიდა ეს ოქრო ადამიანი და უნდა რომ დაგპატეჟოს რა არის ეს? ეს არის დუბაის შოკოლადის ფროსტი. არც იცოდა რომ ვიღებს, იმიტომ რომ კამერა ისე და უბრალოდ თავისი სურვილით, აუ ძალიან დიდი მადლობა, ავდგები ძმაო. ჯიგრესკა ძალიან სასიამოვნოა, გაიხარე რა. ვენდისი რა ძერსკი ტიპები არიან, ბიჭო, წარმოიდგინე რა მაგარი ხალხია. მოკლედ, გაკედან გადავინაცვლებთ თაწმინდაზე. რას გიოს პერი ბიჭო? მთელი დღე გამოსულები ვართ, მოკლედ რამზეში დავდივართ და ვაშბატონს დაეძინა, ვეღარ გაქარჩა ხა. პოლიდან ეს მანქანა აღარ მეყოლება. პატარა ანონს გიკეთებთ, რომ ახალი მანქანა ჩამოვიდეს ამ თვის ბოლოს და აზრით თქვენი აზრით რომელი მანქანა იქნება, რას ფიქრობთ რა მანქანა ვიყიდე? ხო, და კიდევ ერთი რაღაცა. ამ ჩემ მანქანაზე რაღაცა კონკრეტული ნომრები მიყენია. და როგორ ფიქრობთ ეს ნომრები დავტოვო თუ რაიმე სხვა ნომერი დავაყენო? ანუ 10000 დოლარიანი ნომერი არ განიხილება, არ მიღებს მაგ ხელაფასიანი ნომერი ხო და. რამე თუ ძერს კიდია გაჟღერდა, უეჭველი მაგას ვისაუბრ. ან თუ ეს მოგწონთ უფრო მეტად რაც მიყენია, რომელსაც გაჩვენებთ, აუცილებლად ეგეც მითხარით რომ რაბან დაიტოვე ეგ ნომერი რაც გაკო. ველოდები დაწერეთ კომენტარები აუცილებლად. კი. ფოტო გინდა? Call me Bucky niggas lucky that I'm innocent. თაწმინდაზე ამოვედით ახლა. აქ ცოტა გაურკვევლობაში ვარ, დიდად ვერ ვერკვევი აქაურობაში. არ ვარ ხშირად ნამყოფი და ეხლა რამე ისეთ ექსტრემალური რაც აქვს, ყველაფერს მოვსინჯავთ და ყველაფერზე დავждებით. ვინაიდან რადგან ბევრ ადგილას შენ არ გიშვებენ იმის გამო, რომ ასაკი გაქვს ძალიან პატარა და ის ატრაქციონებზე შედიხარ, რაღაც სარკის ლაბირინთია და ეხლა მე შეუშვებ დემეტრეს მარტო და მარტო როგორ გაუმკლავდება ვნახოთ. მზად ხარ? დაიჭირე მითი და შედი. ისე რომ კამერაში ჩანდი. როგორ აი უნდა შეხვიდე მეორე მხრიდან და ავა მიდი და მეორე მხრიდან. ნელა, არიჩქარო. არიბდინო. გეშინია ის შეიძლება იშევდეს კარდონის. არა, უხარებ. შედოე. ხო, ხარდაზე სარგეებში. ლაბირინთში. მომენტ, ვინაიდან რადგანაც დემეტრე ვერ გაეკვია სარგეებში. რადი? და თურმე ყოფილა. ვაიმე. მოდი. ვაიმე. ეგოი გავიგეთ. ვაი. ესე.
ოიმე. არ დაგიბალავდა საკმაოდ რთული გამოსაგნები ყოფილა ამ სარკეების ლაბირინთიდან, თუმცა შეუძლებელი არა. შევა თუ კი აქ მოხვდებით, აუცილებლად ნელი და ფრთხილი იყოთ, რათა არ დაიზიანოთ თავი. მოდი, აგე გაყვა. ვაუ. გამოვიდით, всё. გამოვიდით. აბა, ნახა თუ ვიჩირე. დემეტრემ თავიდანვე შეიქმნა განწყობა და დაიჩელენჯა თავი, რომ რანაირი სირთულის ატრაქციონი არ უნდა ყოფილიყო, chill guys როლს მოირგებდა და არ დაიტყობდა არანაირ ემოციას. ნახო ცოტა ვეშინია რატოი? აიცე ხა ჩაიშვა სწრაფად. აიცე ხა ჩილი ვიყავი ხო? ძალიან chill guy იყო. ამას მუღამი რა, იმის მუღამი გაგრო ძალიან chill guy იყო. არ ხსოვე შენ საჭიროა, თორე განახედი როგორი chill guy იქნებოდი. ახლა რა მოგვიტანეს იქ რო ვიყავით იქ ფოტო სამახსოვრო დაგვრჩევა მედაში ჩემი რაღაცა უცნაური ხმა თუ არის ის გავაკეთებ ხა რავა ადებილობას აკეთებ დაკვნესებს ვიცი არ გიდა კვნესები არ გიდა არგი მეგობრებო, სულ ეს იყო ვიდეო. და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ. მოგეწონა? კი. აი, წავედით ხო სახში უკვე? ხო, წავედით რა. წავედით. რამეს ეთყვი? როგორ მოგეწონა თქვი, აბა? ძალიან მომეწონა. ვიდეოს დასაწყისში ალბათ გახსოვთ კარტინგებით რომ დავიწყეთ. ცოტა გული დაწყდა რომ დიდხანს ვერ შევძელით გაჩერება. ამიტომ გადავწყვიტე რომ დღის ბოლოს სიურპრიზი გამეკეთებინა და მიმეცა უფრო სწრაფი გამოცდილება კარტინგზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეზღუდით. რომ ჩემ გვერდით დაждდებოდა, რადგან ასაკით პატარა არის ამ კარტინგისთვის. გამოდი აბა ერთ. მიღადაობი? მანო. აბა რა ხდება ეხა, კიცი? კი ვიცი რა ტრასა რო არის და მე რო შეთეულა და ვიჯერა სწრაფად რო უნდა ატარო. ეს ტრასა მოკლედ ძალიან უყვარს დემეს კარტინგი რა და ეს ტრასა საშუალებას გაძლევს რომ უფრო მეტად ესე ჩააჭირო რა ასე ვთქვათ და დავისვავ გვერდით და ნახოთ რა გამოვა. всё, გზა დავართ. Maria! Akari! დემეტრეს დიდი ხნის წინ შევპირდი რომ ვიდეოს ერთად გადავიღებდით. მოუთმენლად ელოდა და სულ მეკითხებოდა. ძია, როდის გადავიღებთ ერთად ვიდეოს? მე კი ძალით წელავდი ამ პროცესს, რადგან მინდოდა ეს მის დაბადების დღეზე დამემთხია. საჩუქარზეც ბევრი ვიფიქრე, თუმცა მივხვდი, რომ ყველა საჩუქარს და ყველა ძვირფას ნივთს ერთი რამ ჯობს ამ ცხოვრებაში. და ეს არის ემოცია. ბედნიერი ემოცია, რომელსაც ბავშვობაში განიცდი და მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება. დემე. ძია, რომ გაიზრდები და დიდი კაცი დადგები, მიხვდები რომ ეს ჩემი სიტყვები ჭეშმარიტებაა. წლები რომ გავა და ამ ვიდეოს ნახავ, თუნდაც იმ დროისთვის მე აღარ ვიყო, იმედი მაქვს, რომ შენ ზიას ყოველთვის განსაკუთრებულად გაიხსენებ. მიყვარხარ.
მინდა. როგორი იყო ძია? მაგარი კიდე მომინდა. კიდე გინდა კაცო? აბა. აბა. მოგეწონა? მაგარი. რომელი ჯობდა ეხლა იქ რო ვიყავით? დღეს დილას თუ აქ რო ვიყავით? აქ რო ვიყავით. აქ რო ვიყავით, ხო? კი. ისე დავეშტობოთ მაყურებელს. ნახავდეს. თავარია კარგი დღე იყო. ხო? ხო და არ დაგავიწყდეთ, არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ. ავიდეთ. всё, აი ეგ არის. აბა თქვენიც მომოჩეხოთ. აი ეგრეა შვილო, ეხა ამასაკში, ეხა აქ მოგიყვანე. მე გაიზდები სხვაგან მიგიყვან და ასე. ძია გინასოლას ეგასაკი მაქვს უკვე. 30-ის გავხდი. არ მეტყობა წლოვანება და მეტყობა. მეტყობა?